დღევანდელი ვიდეოდან მომდენო 1000 დღის განმავლობაში ჯეტია ხუთში დაიდება ეპიზოდები, სადაც ბლექმამბის ბიჭები, ესე იგი ფრანკლინი, ბიგჯი და სიჯი და შეიძლება სხვებით შემოგვიერთენ და ავაგროვებთ $10 მილიარდ. ხავ, ესე იგი, ხოვაგროვეთ 365 დღეში 1 მილიარდი და იქ რაღაცები ხვაერია და რაღაცა, ნუ მოკლედ ჩვენი სხვა ხო შევასრულეთ. ეხლა 1000 დღის განმავლობაში დაიდება ეპიზოდები, სადაც შევაგროვებთ $10 მილიარდ. 1000 დღე, მეგობრებო, წარმოიდგინეთ, რა მაგარია და თუ გინდათ რომ 1000 დღის განმავლობაში დაიდოს ვიდეოები ყოველ დღე, ყოველ მეორე დღეს საღამოს საათებში, ეს ვიდეო უნდა ვიყვანოთ 10,000 ლაიქზე. ამ ვიდეოს აყვანა 10,000 ლაიქზე ნიშნავს იმას, რომ მომდენო 1000 დღე გარანტირებული იქნებათ ახალი ვიდეოები და მეც მეცოდნება რომ ბლექმამბის ეპიზოდები ყველას გინდათ. აბა, ეხლა დავიჯერო ძმაო ამ ვიდეოს ერთი 30,000, 40, 50, 60, 70,000 ადამიანი ნახოს და 10,000 ლაიქს ვერ მოაგროვებს. და დააჭერეთ აბლა წითელ subscribe ღილაკს, იმიტომ რომ მეგობრებო, მეხონებით 1000 დღე, ეს არ არის 365 დღე და არ არის ერთწლიანი ეპიზოდები, ეს არის რამდენი თითქმის 3 წელი რა, თითქმის 3 წლიანი ეპიზოდები არის, გარანტირებული, ეხლა რო ხარ სიტყვაზე 8 წლის ეპიზოდების ყურებას დაასრულებ, როცა იქნება 11 წლის. ხო არ გადაო, რა მაგარია, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი სერიები ქართულ YouTube-ზე, რომელსაც ჩვენ შემოგთავაზებთ და არ ვიცი, იმედი მაქვს, რომ мотиваციას არ დავკარგავთ რა. და ჩვენი мотиваცია იქნება 10,000 ლაიქი პირველ ვიდეოს. და ეს ვიდეო იქნება day 1. დაივიწყეთ ძველი დღეები, იმიტომ რომ ის სხვა სერიები იყო რაღაცა, წინაზე ბანდების ქალაქი გადავიღეთ რაღაცა, მოკლედ აქ საერთოდ ყველანაირად იქნება ახლა ყველაფერი. კაი და შენ ჩემო ძმაო, ამ კრაისლს არ გვაძლევ? ბიჭო, რა ვეღარ, ანაირადო. იმნაირად, რომ ძმაო, ფული არ გვაქვს ეხლა, არა ჩვენ კი გვაქვს ახლა ძველი მილიონი, კი არა, ბიჭო, რამდენი მილიონი? კაი, ბლომად ერთ 500 მილიონამდე გო გადანახო. ნუ 500 მილიონი დავიწყებთ ახლა მთლად ნულიდან არ ვიწყებთ რა, ის ძველი ხო ის გადამალული გვაქვს, რო გითხარით. ბიჭებო, მოიტანეთ ფული და წაიყვანეთ მერე რა. ახ, ბიჭო, გეუნები, ნახე, გვინდა რომ მანქანით მივიდეთ იმ ადგილას, სადღაც მაყუთი გვაქვს რა, ასაღები და ვერ მივდივართ, პროსტა ფეხი და მოგვეცი ეს მანქანა, მოვიტანთ და ორმაგს გადაგიხდით. ვერ არა. აუ, რას გალაპარაკებ ამდენს, ბიჭო, ბლექმამბა ვარ, თუ ვერ გავიგე ბამბატო. Black Mamba is #1. Bad boys, what you gonna do? წავედით, რა შეიძლება მალე? ოპა, ვიღაცა მეგროვე ბიჭო პოლიცია გამოიძახა. ვინ გამოიძახა? მაგას მოუკითხავ ბებიას თქვენი ბებო გავათხოვე იმენა. ოპა, სიჯის ფორმაშია, პოლიცია გამოიძახეს, დავაი წავედით, რა შეიძლება მალე? მარა, ბიჭო, ჩვენც მაგავრად აქ რო ვიღაცას ქუჩაში უპარტყუნებთ. და გამოიძახებენ პოლიციას, აბა რას იზავენ, მაგრამ ბლექმამბა ეხლა აქ ამ პოლიციას თუ ვერ გაიქცა. აქ შევტეხოთ. აი ესე ფრთხილად დავემალოთ. ძალიან კაი, არ არის მენ აი ექსპერიმენტი. ეხა ისეთ ხოთზე ვარ, მომდენო 1000 დღე ყოველ დღე ვიდეოები, არ ვიცი რაღაც სასწაულ შედეგს დავდებთ. მილიონ გამომწერზე უნდა ავიდეთ. ეჭვით არავის არ შეეპაროს, ეხლა წავალთ ჩვენ 500 მილიონს ავიღებთ, არ ვიტყობთ ცხოვრებას, ბლექმამბა აიღებს ქალაქს, დაუბრუნდება ძოლით იდება და ნუ მოკლედ რა ხალხო ხო იცით რა როგორც გაგრძელდება მერე. დაკავებულები ხართ, ხელები მაღლა. მადი, მაინც რა, თქვენთან მოგიკითხოთ ბებია. დავაი მოხი. ვახ, ჩემი აქ მოვიდნენ, კაი არა უშავს, წავედით ეხლა აქედან. წავედით. ეგ არის რა, ბლექმამბის ესეთი პირველი ეპიზოდი ესეთი თუ არ იქნებოდა, სხვანაირი უბრალოდ შეუძლებელი იყო და ერთი წამით ეხლა სანამ გავაგრძელებთ 1000 დღის განმავლობაში ყოველთვის იქნება ახალი მერჩები და ამ პოლიციის გაქცევა ეხლა სხვანაირად არ გამოვა ეს რო არ გავაკეთო. ოპა, პოლიცია მოგცევს ბოლო-ბოლო, რო არ დაგვინახონ სახეზე და ეგრევე შარში არ გავიხვათ? კი არა. შარში არ გავიჩითოთ, რა გავიხვათ რა არისო. ჩემი კაი, ბლექმამბის თერმული ბალაკლავები, რომლის შეძენაც ეხლავე შეგიძლიათ ზარქუშოპ წერტილი ჯიზე. ჩვენი საიტი გვაქვს უკვე. ერთი ბალაკლავა მეც მინდა ბიჭო. ერთი წამი ძმა გავიქცეთ, ამბატა გექნება თქვენს ბალაკლავა, პროსტა მე ძღოლი რო ვარ, არ დამინახონ რა სახეზე რა. შემოვედით ესე და ამათ ეხლა გავიქცევით თუ არა, ეგრევე გეტყვით, საუნა შეიძინოთ ეს ბალაკლავები, პლუს ძალიან მაგარი მერჩი დაგვემატა. ბლექმამბის საათები. ჩანთები ხო გვაქვს და ნუ მოკლედ რა ერთ წამი თავარი ეხლა ამათ გავიქცე და ეგ არის. ძალიან კაი, აქ შევტეხავ ეხლა. სადღაც ახალწლ სოფელში ძალიან კაი. ესეც ესე. რა რესტორანი გაიჩითა? საღოს მაო. და სად შეიძინოთ ეხლა ბლექმამბის ახალი მერჩი. ნუ სტიკლებზე აღარ იყიდება, ეხლა უნდა შეხვიდეთ ზარქუშოპ წერტილი ჯიზე. შეხვალ თუ არა დაგხვდებათ აი ესეთი გვერდი, რომელიც დამეთანხმებით, რომ იმენა აი ბლექმამბის საიტია, პირდაპირ ნიშნულობით და ლინკი რა თქმა უნდა აღწერაში იქნება, მაგრამ რო იცოდეთ ისედაც ზარქუშოპ წერტილი ჯი ჩაწერეთ და შეხვალთ. დაბლა ჩამოხვალ თუ არა, ყველაფერი მარტივად არის, აქ არის ჩვენი პროდუქცია. ბალაკლავები, საათები არის ესეთი და ჩვეულებრივად ერგება 3 წლიდან ზევით ბავშვებს, ამიტომ ბავშვებს ჩვეულებრივად შეგიძლიათ შეიძინოთ და ბალაკლავებიც რაც თავარია. აქ რო დააჭერთ, შეგიძლიათ აირჩიოთ 3-დან 12 წლამდე ან 12-დან ზევით.
12-დან ზევით არის ესეთი მოდელი და 3-დან 12 წლამდე არის ესეთი მოდელი. Ირჩევთ მაგალითად 3-დან 12 წლამდე თუ 3-დან 12 წლამდე ხანდა 12-დან პლუსი, ან აჭერთ buy now-ს ეგრევე, ან კიდე კალათაში დამატებას, მაგრამ გაითვალისწინეთ. 150 ლარზე მეტი შენაძენის შემთხვევაში გექნებათ უფასო მიწოდება ნებისმიერ ადგილას. მაგალითად ეხლა ავიჩიოთ აი ყველაზე ზერსკი. Black Mamba-ის ჩანთა, კალათაში დამატება და აი უმაგრესი ჩანთებია. გადმოვდივართ უკან, მაგალითად საათი. კალათაში დამატება ამაზეც, დავამატოთ 1 საათი და ხელზე აი ესე გამოიყურება, აი ულამაზესია რა. გავირჩიოთ ბალაკლავა, მოდი იყოს 12 პლუსი, კალათაში დამატება. ჩვენი კალათა უკვე 150 ლარს ეს გამოვიდა 160 ლარის, ვაჭერთ გადახდას. შემდეგ აქ შეყავს ჩვენი პირადი ინფორმაცია, ელფოსტა, სახელი, გვარი და ასე შემდეგ, მოკლედ აქ ჩაწერთ და უბრალოდ აქ postal კოდში უნდა ჩაწეროთ 4 ერთიანი, ეს გაითვალისწინეთ აუცილებლად. ქალაქი, 150 ლარზე ქვევით ვინ შეიძლება მონიშნავთ ან თბილისს ან რეგიონს, სადაც ცხოვრობთ. რა ფასი განსხვავდება რა თქმა უნდა. აჭერთ გადახდას, აქ ან გადაიხდით Apple Pay-თ ან Google Pay-თ, ან კიდე აქ ჩაწერთ თქვენი ბარათის მონაცემებს და всё, კურიერი მოგიტანთ თქვენს მისამართზე საქართველოს ნებისმიერ ადგილას. სააღოლი მენა მაგარი მერჩია რა 1000 დღის განმავლობაში ჩვენი მერჩი გაიყიდება და შემოუვერდით მოკლედ რა გვექნება ექსკლუზივებიც. წავედით ახლა ბიჭო, ვახ ჩემი. დამტრი მიდი. გეყოს რა ბიჭო, წავედით ახლა იმ ადგილას, სადაც ჩვენი ფული გვაქვს დამარხული. ეგ ადგილი წესით არავინ არ იცოდა. წესით არავინ არ იცოდა, ის ადგილას დავმარხეთ და რამდენი იქნება? 1-500 მილიონამდე მაინც იქნება და 500 მილიონი ჩვენს ბანდას ძალიან დაეხმარება გამყარებაში, მომავლის ჩამოყალიბებაში, ტექნიკის და იარაღების ყიდვაში, იმიტომ რომ ეხლა ფაქტობრივად არაფერი აღარა გვაქვს, იმიტომ რომ ეს ბანდების ქალაქის დროს ყველაფერი ჩავხურით რა. ის წინა სერიალი რაც იყო ბანდების ქალაქი, ეგ იყო რაღაც ერთი 10 სერიანი სერია და დაიხურა რა, ეს თუ ისე მოგეწონათ, მაგრამ მაინც როგორც ვთქვი, ყველას Black Mamba და ფულის აგროვება გერჩივნათ. იმიტომ რომ სად ეხლა Black Mamba რო იმენა Black Mamba არის და ყველაფერს ისე აკეთებს როგორც უნდა და ქალაქი ხელში უჭირავს და სად ეხლა ვახ ჩემი. სხვას რო ემსახურება. ისა Black Mamba-ის მანქანას აუცილებლად ნატყუარება უნდა კონდეს რა. ბიჭო, პეპო როგორ ამერჩი სად არის? აი არა გვაქვს ხა მოიწურა მარაგიდა რა გიყო ეხლა რა. პეპო როგორა? პეპო არა ისა კიდე. ჩვენი ლორენცი სხვათა შორის მალე ლორენცი აღარ იქნება ჩვენი კომპანია და ჩვენს საკუთარ აღარ ვიტყვი, მაგრამ ნუ მოკლედ რა ძალიან მალე იხილავთ მაღაზიებში ჩვენს სნეკებს, როგორც ლორენცი იყო ერთ-ერთი იგივე. უბრალოდ ბევრად იაფი იქნება, იმიტომ რომ ლორენცი მაინც გერმანული პროდუქტი იყო, გერმანიაში წარმოებოდა და მე აქ ჩამოტანა, გაყიდვა და რაღაც უფრო ზვირიჯდებოდა და ეხლა ვიწყებთ ჩვენს პროდუქტებზე მუშაობას. მოკლედ წლევანდელი წელი იქნება, აი ბუმ! გაუფრინდებით. ვახ. ეგ არის მოვედით. შევხვდი 2026 წელს საუკეთესო სკინებით. გადადი კომენტარებში აპენულ ლინკს და გაიარე რეგისტრაცია და ყოველ ახალ მომხმარებელს CS:GO Fast-ი საჩუქრად გადასცემს ერთ random case უფასო და გახსენით winter case-ები, სადაც შეიძლება უახლესი და საკმაოდ ზვირიანი სკინები ამოგივიდეთ საუკეთესო ფასად. ეგ არის ჩამოვედით აქ ესე, მაგრამ ამ ხალხს აქ რა უნდა? თო აქ როგორც ყოველთვის იმენ არ ბოლებს აწყობენ? პოლს რომ ალავდით მაგ დროსაც აქ არ იყვნენ? იმენა უსაქმურები არიან ტიპები რა ჩვეულებრივი რა უნდა თაგძმა წადი რა იმუშავე რა მე ეძახიან ეს რა ქვია ფული არა გვაქვს იმუშავე ძმაო ისე ისინი რო იყვნენ ვიღაც ჰარი და ეგენი ძლივს არ მოვიცილეთ ბიჭო კაი ეს ჩვენი გვირაბი აქ ვინმე ხო არ მოყვება არა და მეგობრებო ეს გვირაბი ალბათ კარგად გახსოვთ ადრე აქ რამდენი ფული დაუქრო ქონდა დამარხული და რა დაგვემართა კაი გაჭერდები ბიჭო არ გინდა სულზე ლაპარაკი რა მან ყორტებია ჩემი იზახთა ყოველთვის რომ სულზე არ ლაპარაკო თორე აქ ხდებაო კაი ბიჭო რა გაგვიხურე ამბე ბიაშენი საქმე რა აი ნახე თუ არა ბიჭო სულზე ნუ ლაპარაკო ყოველთვის მანქანაში როზი ხარ ავარიაზე არ უნდა ილაპარაკო იმიტომ რომ შეგიძლია შეგემთხვეს ეხლა აქ დაკარგოზე ლაპარაკო ბიჭო ვაუ იმენა პეპიას მოგიკითხავ ეხლა შენ კაი ძმა დაწნარდი შევედი ჩიგნით აი კითხარი ბიჭო არის ესა თო საწავიდა ფული სად არის ძმა ბიჭო, ფული ხო აქ დაუმარხეთ აშკარად. მან დაიმარხა, მე ხადავ, ფუშენი მოგპარეს ბიჭო. ამ ადგილზე თმო არავინ არ იცოდა, არც არავინ არ მოდიოდა, ჩარაზული ქონდა თან. კითხარი, შენი ენის ბრალია ყველაფერი. გაგიხევი ხა მაგდავ, ჩემი ენის ბრალი რა არის? ტო, ახლა მოვედი და ახლა გაქრებოდა, აქ ახლა რო ვახსენე, ხო არ უბერავ შენ. კაი ბიჭო, რა გაჭუბებთ, შევიდეთ ერთი შიგნით ის ქარმა ხო არ წაიღო. მე გადავები ბიჭო 500 მილიონი ქონდა, ტო რა ქარმა წაიღო, აქ იყო დალაგებული იმენა სკივრებში ქონდა. ამებში არაფერი არ არის, ხვანაირი. აი ის რა არის, ტო? არა ძმა ცარიელია მე გადავები
ვინ იცოდა ბიჭო ამ ადგილის შესახებ საერთოდ? არა, ვინტო ეს იყო ადრე მიტოვებული მაღარო, უტროსო არაფერი მეტი. ეტყობა მიტოვებული რო იყო, ბიჭი, მე შეხტები ხო არ დადიან აქთო, ჰა? ვახ, ჩემი ვის შეიძლებოდა მოეპარა ეს ჩვენი ფული? აუ, არ ვიცი, ბიჭო, მეღადავები შემოაბა ერთი შიგნით. არა და ბიჭო, დიდი ხანის არ ქონია დატოვებული, დეკემბერში დავტოვეთ, ერთი თვე არ არის გასული და აქ ვინ მოვიდოდა, საერთოდ არავინ არ იცოდა ამ ადგილის შესახებ, თან კარი ჩარაზული ჰქონდა. ერთი წამი ძმა. სიჯი. სიჯი. აქ ვარ მოდივარ. ბიჭო, რაღაც ხმა ისმის, წინ თუ ვიღაცამ დაახვალა ერთ წამს. არის აქ ვინმე? წინ ვიღაც აგდია თო. მეგობარო. რა ჯანდაბა? აჰა, გავჩითი აგერის. იარაღიანი, კი არა და სანათიანი იარაღი და სიჯი. სიჯი, ბიგჯი. ოპა. ეს რა უბედური. ძმა, ეხა რა ხდება თო? რა არის ეს იტას? ვახ, ბიჭო! სიჯი! ეს რა ჯანდაბაა და იტას პიცავარ. აქ ვიღაც იყო ბიჭო. აუ, მეღადავები ეს ვინ არის თო? ფუ, დას პიცავარ ვიღაც ის ხმა ისმის ბიჭო. просто არ დავიკარგო ეხლა, აქ არ წესიერად არ ანათებს ამის ფანარი. აი, ერთი წამი. შევიდეთ რა შეიძლება იქ და ეხლა იმედი მაქვს აქ რაღაც გულს არ გამიხედავს. მიდი ფრანკლინ, მიდი ძმა, მიდი Black Mamba is number 1 Black Mamba-ს თქო. სად მივდივართ ეს რა უბედურებაა კი, მაგრამ არაფერი არ ჩანს. რაღაც ეხლა აქ არ დავიკარგო, თო ეხლა აქ პირველი აქ ზები იყოფა კიდე. აი, რაღაც კივრები. აქ ჩახერგილია ხო, აქ ზა არის ჩახერგილი, ეს კივრებიც. ოპა. ვაუ, ეხლა ძმა გული გამისკდება აქ დედასპიცა ვარ. შევედით შიგნით, ბიჭები სად არიან, არ ჩანს, მაგრამ კაი, შეიძლება შეეშინდათ შემოსვლა, მაგრამ ისი უნდა შეშინებოდათ, თო. დარჩემოდნენ ალბათ გარეთ. მაგრამ დაიძახდნენ ვაუ, ეხლა აქ მე დავიკარგები ამ ლაბირინთში, თო. აქეთ შევიდე? არა. მოდი ინტუიციას მივყვები და აქეთ შევალ. დაწერეთ კომენტარებში ვის თო მოიპარა, ოპა, აქეთ არაფერი არ არის, კაი. ჩაულებრივი ადამიანები. არა მგონია რომ აქ ყოფილიყო და შეიძლება ჩაულებრივმა ადამიანებმა მოიპარეს, ავიცი აზია რო არა. ვიარეთ, წავიდა არა, აქ ეს გზაც იკეტება. სიჯი ბიგჯი სათხართ ბიჭო, თო? კაი, ფანარს ავიღე, ფანარით უფრო ჩქარა დავდიოდი. და ფანარი პლუს უფრო კარგად ანათებს რა, იმის ფლეში მაინც და მაინც კაი ვერ არის მიარაღის. წავიდა, მიდი რა. სიჯი! ვიღადავებით ბიჭო, სათხართ, თო? ამათმა ხო არ მომპარეს ბიჭო, სიჯიმ და ბიგჯიმ ფული. და ეხლა ხო არ მიმაგდეს, თო, აქ შიგნით, რომ დავკარგულიყავი ლაბირინთში. ეხლა არ გავგიჟდე დედასპიცა, ეხლა მაგათმა თუ ეგეთი რაღაც გააკეთის. აჰა, ეს კაცი ისევ აქ არის. იხწნება უკვე ტიპი, თო, აქეთ რო შევიდეთ, აქეთ ალბათ არაფერი არ არის აქეთაც, რა აზრი აქ. გარეთ უნდა გავიდე რა, ბიჭები უნდა ვნახო. და იმედი მაქვს რომ ეხლა არ ჩამკეტეს აქ თორე ამათ რო აქ ეხლა მე ჩავეკეტე. ოგერ არიან. მოდი, ვერ შემოვდივარ შიგნით, ჩემი ქვეშინია. თქვენ ხო უბერავთ, ბიჭო, რიზე გეშენიათ, თო? აუ, რა ვიცი, მე და ის კაცი ვნახე და გამოვედი ეგრევე აქეთ. რა შალიჩობთ? არაფერს ვიმალებით. ვის ემალებით, ბიჭო? არის რომ ეს ადგილებში ავისულები არიან. გამოდი, ვიღაც მყარია ეგერი იქ რა, წამოდი გავედით გარეთ შემი. აუ, ბიჭო, ეს რა დაგვიმართა, 500 მილიონი დოლარი მოგპარეს. აუ, ხო ვერ გავიმართეთ იმენა წელში, ჰა? ჩვენი მანქანა იქ იყენა თუ აქ? ჩვენ მანქანა რატომ მახსოვს რომ აქ დავაყენე? ანუ აშკარად მახსოვს რომ მანქანა დავაყენე აი აქ რა უნდა? დარწმუნებული ხარ რომ ეს ადგილი დაწყოვლილი არ არის? აზე არა ვარ, რავი, ფული აქ შევინახეთ, არაფერი არ ხდებოდა და. მანქანა აშკარად ზევით დავაყენეთ. აშკარად მანქანა მახსოვს რომ იქ დავაყენე და აქ რა უნდა მანქანას, თო? ანუ ვის შეიძლება აქედან ფული მოეპარა? ამ ადგილის არსებობის შესახებ ვინ იცოდა საერთოდ, იცი? ამ ადგილის არსებობის შესახებ მარტო შალვა მიცოდა, რომელმაც ადრე აქედან მომპარა ფული და შალვა ეხა ციხეშია. შალვას როდი შევეხმიანეთ ბოლოს? არ ვიცი, რავი, არ შევხმიანები ვართ. ბიჭო, შალვა მიცოდა რომ ფული ქონდა დამალული? ბოლოს იცოდა კი შალვამ რომ ფული დავმალეთ და მე რაღაც ანუ ის ამბები რო ქონდა რაღაცები, მოკლედ მაგონჩი ბიჭო, შალვა მიცოდა აქ რომ ფული დავმალეთ, თო? ხო, მაგრამ შალვა ციხეშია, შალვა მაგას ვერ აიღებდა. ვახ,
არც დაურეკავს ხო აქეთ ბოლო დროს შალვას ჩვენთვის. არა? არა, შალვას მაგას ვერ ვიფიქრებ რა. რატო ვერ იფიქრებ? თო წინაზე თუ გააკეთე, ახლა აღარ იყო მეორეჯერ გამკეთებელი? წამოვა ერთ ციხეში მივაკითხოთ მაგას, თო კაი ხანი შალვა არ შოქმიანებია. ეხა ვიღაცას ბებოს მოუკითხავ. არა, ძმაო, არ მგონია შალვას თემა რო იყოს, მინას შანსი არ არის რა. დავაი, წამოვედით ესე პრინციპში ციხე აქვე კი არის ახლოს. აუ, ბიჭო, რა მგონთქმევინა მაგაზე თო? ჩვენი წევრი იყო ბოლოს ასე რა გონთქმევინა, უთხარით მაგას, ჩვენ გამოდაიჭირეს თან ეგ ბოლო. ნუ ხო, ჩვენი თემის გამო დაიჭერეს და არაფერს გამომიწეს ამდენი წელიწი, მისაც ცოტა. იმედი მოგწვილოთ ვფიქროთ მაგაზე რა, და ნუ გარუჩე რა. არა, ბიჭო, ტყილად ვფიქრობთ, ეხლა პატიოსან ადამიანს უბრალოდ ვაშავებთ, კაი რა. ჩვენ გამოიძის ტიპი მისეს 17 წელი თუ რაღაცა 1-9 წელი ხო იჯდა. ნუ გარუჩე რა. კაი, ნუ ნახავთ და ველაპარაკებით და რამე შევატყობთ ეხლა რა, თუ ვიღაცას უთხრა ინფორმაცია, დავწოვთ ეხლა ხო იცია რა. არა, ბიჭო, არ მგონია ეხლა შალვეგე დებილი იყოს, რომ ვიღაცაზე ეთქვა რა რაღაც რა. გაგვიღეთ თუ შეიძლება. ვა, ახლა საინტერესოა. წამოვაბერთი ამათ აგერ დაველაპარაკოთ. პრინციპში აგერ არის ეხლა ის ციხის უფროსი. გამარჯობათ. გამარჯობათ. რასთან დაკავშირებით ხართ აქ რა გსურთ? ეს გვინდა რა, პატიმართან გვინდა შეხვედრა. პატიმრის სახელი? შალვა ოღონდ სახელი არ მახსოვს. შალვა? საიდან იცავთ მას? ქონდათ რაიმე კავშირი? ერთი წამით, კაცო, რა საიდან ვიცო, რა კავშირი მქონდა თუ არა, ჩემი ძმაკაცია. უკაცრავად თქვენი ძმაკაცია? ბოლოს როდი შეგხმიანათ? არ ვიცი, მეც რო არ შემხმიანებია, მაგიტომი და მაგასთან გასაუბრება. შალვა მეგობარო. 2 წლის წინ გაიქცა ციხიდან. რა? შალვა, წითელი ცირკულარი ძებნილი განსაკუთრებით ძიმე დამნაშავე არის. 3 ბადრაგი მოკლა, 5 პატიმარი და 2 დამლაგებელი. შალვა ბიჭო ციხიდან გაიქცა? არ დაკავშირებიათ? თქვენ აუცილებლად უნდა მიხვდეთ გამომძებელთან, იმიტომ რომ ვერ გავხსენით შალვას საქმე. ყვალი არსად დარმედის, გაგვაგიჟა მაგ ადამიანმა, ნამდვილი ჯეიმს ბონდია. ბიჭო, რას ლაპარაკობთო? მეიხადავებით ბიჭო? შალვა 2 დარწმუნებული ხარ რომელ შალვაზე ლაპარაკობთ, იცით? შალვა ერთი ყავდა ციხეში ბატონო და ერთიც გაიქცა. შალვა ხალხი მოკლა, გაიქცა? ერთ-ერთი ჩვენი ძალიან კაი დამლაგებელი. გურო, იმენა გაიმეტა რა სასტიკად რა, დაახშო ხო. აი, ეხლა გავგიჟდები ძმაო რა. ფრანკლინ. დაღუპულები ვართ. თქვენ ის გამომძებელი დაგივარებთ, უნდა მიხვიდეთ ერთ დაკითხვაზე რა. კაი, ეხლა დაკითხვაზე ნუ გვატარებ, რა ჩვენი გაგვჭირვებია ჩემი. რატო არ შეგვეხმიანა ჩვენი ძმაკაცი, ა? სისხლის მსმელია, უბროტესი ადამიანია, თავიდან კაი ტიპი გვიგონა, მაგრამ მე კარგით, ამერიკოს გამომძებელმა რა. ანუ ყვალი საერთოდ არ იცით, ან საიწავიდან რაღაც. ნუ ეხლა გამოძიების ეტაპებს ვერ გავახმოვრო. ახ, ბიჭებო, ცუდად არის ჩვენი საქმე. აუ, ცუდად არის კი არა, ბიჭო მეღადაობი შალვა. აუ, მოხეული ექნება უკვე მაგას რა იპოვის თო? მე ვიცი სადაც იქნება. რა ისი? წამოდი ბიჭო, ამათა ხوار დაგელაპარაკები, გამოდით აქეთ. ბიჭო, შალვა ნახე. აი, ადამიანი ერთხელ რო გიღალატეს, ბიჭო, აღარ უნდა დაეხმარო, შეეშვი რა. აუ, მოკლედ. დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრით შალვა სად იქნება და გაგრძელება იქნება ხვალ თუ ეს ვიდეო დღესვე 10,000 ლაიქს და მე კი ვიცი სადაც იქნება და ჩავაკითხავ ბიჭო და აი შალვას დავასრულებ.